დღევანდელ სასამართლო ქრონიკაზეც მინდა გკითხოთ გითხრათ რამდენიმე სიტყვა. პირველი ეს არის მელიას кейსი. ესეც რაღაც საინტერესო პრეცედენტია, რაღაც კოორდინირებული ქმედების, როცა იქ პროცესი გადაიდო, პროკურორი რაღაც თქვა სემინარი ჰქონდა, შემდეგ პოლიცია დაუმორჩილებლობისთვის აკავებს და წინსწრებად ხდება მისი დაკავება, შემდეგ იმართება პროცესი, მას უსჯიან პატიმრობას. არა და მთელი ამბავი ის იყო, რომ ის არაპირებდა სასამართლოზე მისვლას და პატიმრობის გამოცხადების შემთხვევაში შეიძლება ჩემი ვარაუდია ეს ზუსტად ისეთი არა როგორც პირველი დაკავების დროს, მაგრამ რაღაც ტიპის ეს ვთქვათ უხერხულობა შეიძლება მოიხსნეს ამ ტიპის კოორდინაციით თავიდან. რა თქმა უნდა, მე მგონი ყველას ეს ვერსია აქვს თავში, ვინც ახლა ამ საქმეზე ფიქრობს, თუ რა მოხდა და რატომ გადაწყვიტეს გუშინ ნიკას დაკავება. ოღონდ ერთი ძალიან ფუნდამენტური პრობლემა აქვს ამ საქმეს, რომ სამართლებრივი ურთიერთობები ეს არ არის ვინმეს კომფორტი და დისკომფორტის საქმე და სახელმწიფო იმიტომ არსებობს და თუ ან სახელმწიფოსთან დემოკრატიაზე პრეტენზია აქვს, ოდნავ მაინც განცხადებული, იმიტომ რომ მე მგონი აღარა აქვს უკვე, მაგრამ რა ვიცი მაინც, რომ იქ არსებობს წესები, არსებობს კანონები, არსებობს სამართლებრივი ნორმები, რომლის დაცვაც ყველასთვის და ყველასთან მიმართებაში, ყველას მიერ და ყველასთან მიმართებაში სავალდებულოა. ამ შემთხვევაში არც პოლიციის მიერ მომხდარა ამ ნორმების დაცვა და როგორც დღეს გაიგო არც სასამართლოს მიერ, იმიტომ რომ იქ მოსამართლეს კითხვებიც კი არ გასჩენია, როგორ აღმოჩნდა ეს კაცი პატიმრობაში და არც მასთან მიმართებაში არ ყოფილა ეს წესები დაცული. ნიკასთან მიმართებაში არ ყოფილა ეს წესები დაცული. ჩვენ ვნახეთ ჩვეულებრივი შეშინებული ხელისუფალი, რომელსაც წინა გამოცდილების შიშები აქვს მყარად გამჯდარი. სისტემას პირდაპირ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სისტემას აჯობა ნიკამელიამ, აჯობა მოუგოთ ამჯერად, კანონი დაარღვევინათ, ყველა წესი დაარღვევინათ, რაც კი სასამართლოში წარდგინებას, პატიმრობას, რაიმე შეფარდებას ითვალისწინებს, ყველა წესი დაარღვევინათ, ზუსტად ამ შიშის გამო, იმიტომ რომ დაინახა ქართულმა ოცნებამ, რომ მელიას შეიარაღებაში გაცილებით უფრო მრავალფეროვანი, უფრო მაღალი ფანტაზიის უნარის მატარებელი შეიარაღება იყო, მას შეეძლო, რომ უბრალოდ სასაცილო და მასხარათასაგდები გაეხადა დღეს სასამართლოს მიერ პატიმრობის ბრძანების გაცემის შემდეგ სისტემა და ამიტომ აი ესეთ უხეშ სამართალდარღვევაზე წავიდნენ. არ არსებობს არც ერთი სამართლებრივი გარემოება, რომელიც ახსნის და დაასაბუთებს სამართლებრივად მისაღებს გახდის გუშინ ნიკამელიას დაპატიმრებას აი ესე ჩუმად მალულად რაღაც ხო არ ვიცი რა სახელი დავარქვა აღარ ვიცი, იმიტომ რომ ვცდილობ რომ დავრჩე რაღაც სამართლებრივი ტერმინოლოგიის ფარგლებში. დინა, აუცილებლად მინდა ასევე კითხოთ ზოგადად აი ეს პატიმრობების მესმის რომ თქვენ ამბობთ რომ კანონი დაარღვევინა, რაღაცნაირად გამოიწვია ვთქვათ სისტემა და ნახეთ როგორ მოქმედებს ის ასეთ შემთხვევაში, მაგრამ ზოგადად ეს ტენდენცია, როცა პოლიტიკოსები პატიმრობაში არიან აი ამ მწვავე პოლიტიკური კრიზისის პირობებში, ზოგადად ამ ტენდენციას როგორ უყურებთ? მძიმესია. დღევანდელი დღე საერთოდ ძალიან მძიმე იყო ბევრი მიზეზის გამო, ჯერ გუშინიდან დაიწყო გასაგები უფრო სწორედ ცოტა უფრო ადრე დაიწყო ირაკლი გოქროაშვილის დაპატიმრებით, რასაც მოყვა ზურას დაპატიმრება, საერთოდ წარმოუდგენელი ამბავია. ზურა ჯაფარიძის პატიმრობა, არც კი ვიცი ბოლოს ესეთი გაბრაზებული როდის ვიყავი, როგორც ზურას დაპატიმრების გამო ვარ, იმიტომ რომ აი თეორიულადაც კი რაღაც არარსებული გარემოებების პირობებშია ეს კაცი დღეს პატიმრობაში, იმიტომ რომ იმ პერიოდში საერთოდ თანამდებობაზეც არ იყო, სხვა შორის არც მელია, რომელსაც ეს კომისია იძიებს, ხომ? ანუ რაღაცა თეორიული საფუძველიც კი არ არსებობდა მისი დაბარების. დაპატიმრების რო არ არსებობდა, ეს გასაგებია, მაგრამ მისი დაბარების საფუძველიც კი არ არსებობდა კომისიაში და ანუ თვითონ მოიგონეს რაღაცა კომისია, მე ამ კომისიას რაღაცა დაავალეს, მე მოიგონეს რაღაცა სია, რომელიც მათთვის იყო ყველაზე უფრო მიუღებელი პოლიტიკოსების, დაიწყო ეს იმითი, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს ჩადენილ დანაშაულებს ვიძიებთო და პირველი ორი პოლიტიკოსი, რომელიც
გამოკითხვაზე დაიბარეს ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე იყვნენ, ანუ ორი ადამიანი, დღეს ქართულ პოლიტიკაში მყოფი ორი ადამიანი, რომელიც იმ დროს საერთოდ პოლიტიკაშიც კი არ იყო. რამეზე არც კი ვლაპარაკობთ ხო, რომ რამეან თანამდებობა ეკავათ, რამე პოლიტიკაშიც კი არ იყვნენ და მათით დაიწყეს ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივი სისტემის შესახებ ამბების გამოკვლევა. და მე აი ადამიანები მიდიან ესე ერთმანეთს მიყოლებით ციხეში, ახლა ხო არავის ეჭვ არ გოპარება რომ მომავალ კვირაში იგივე ბედს გაიზიარებს ნიკა გვარამია და კიდე ძალიან ბევრი სხვა ადამიანი, რომელთანაც იგივე პრობლემა აღმოაჩნდებათ მათ. ამიტომ მაგრამ დღევანდელი დღე სპეციფიურად მძიმე იყო, იმიტომ რომ ნიკას დაპატიმრების შემდეგ და სასამართლო პროცესის გარდა იყო მზიას პროცესი მოგეხსენებათ დღეს, რომელმაც კიდევ ერთხელ მორიგჯერზე რაღაცა სრული ილუსტრირება მოახდინა სისტემის, ჩვენ მოვუსმინეთ ექსპერტს, რომელიც დაიკითხა და რომელიც ძალიან მეცნიერულად ასაბუთებდა იმას, თუ რატომ იყო შეუძლებელი რომ იმ გარემოებებში, რომელიც პროკურატურას აქვს განსასჯელად გამოტანილი, რაიმე ტიპის ტკივილი ან ტრამვა მიეღო ბატონ გებუაძეს და შესაბამისად თუ სახეზე არ არის სხეულის ოდნავ დაზიანებაც კი თუ სახეზე არ არის არავითარი ზიანი, სახეზე არ არის არავითარი პრობლემა, რომელიც ამ ადამიანს შეექმნა, მაშინ რამ მსხვერპლობაზე ვლაპარაკობთ იმ ქვეყანაში, სადაც ჩართულ კამერებზე სახის ძვლებს ალეწავდნენ ტიტუშკები, ხან სამართალდამცავები, მოქალაქეებს რაღაც თვეების განმავლობაში და ამის გამო არავის პასუხი არსად არ უგია, ხო? და მე ბოლოს ეს დღე იმითი დამთავრდა, რომ აი ეს ორი ახალგაზრდა დააპატიმრეს, რომელსაც მარიამ ლაშხი ედავებოდა. და ისევ იმ ქვეყანაში, რომელშიც ცხოვრობდა, სადაც ყველანი ძალიან კარგად ხედავთ სიამდილეში ერთმანეთის მართლმსაჯულება რა პრინციპით ხელმძღვანელობს და როგორ იქცევა, ხო? ამიტომ ძალიან მძიმე დღე იყო, დღევანდელი დღე, აი ესე წიგნში რო წაიკითხოთ, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტმა ან პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტმა ერთნიშნულოვნად ბოლოში ან ტესტში რომ მოგიტანონ ესეთი დღე და მე 4 შესაძლო პასუხი რო გქონდეს ასარჩევი ხასიათეთ როგორი ტიპის ქვეყანაში იყო ეს დღე ასეთი თანმიმდევრობით, ასეთ სიმრავლით გადაწყვეტილებების ამით. ხო, აი ძალიან ბნელი დღე იყო, ძალიან მძიმე დღე იყო. თინა, დიდი მადლობა. პიური დიქტატურული სახელმწიფოს დღე იყო, თამამად შეგვიძლია ვთქვა. დიდი მადლობა.